ევროპული საგარეო პოლიტიკის სახე და ხმა კაია კალასი საქართველოში ოფიციალურ წერილს აგზავნის. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკრატების მუქარა ფოსტით მოდის. მანამდე ძირითადად ევროპარლამენტში დებატობდნენ, რეზოლუციებს წერდნენ, სხვადასხვა დონის შეხვედრებზე მუქარებს აჟღერებდნენ. ახლა წერილიც მოგწერეს. მითითებების შესასრულებლად დრო 31 აგვისტომდე მოგცეს. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კალასი იტყვის. ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლებს შეაცვლევინებს. დღეს საქართველოს გავუგზავნით წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ასე რომ მათ ექნებათ გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ და თუ ამ ვადაში ეს პირობები არ შესრულდა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს. კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის. საქართველოს უსამართლოდ დასჯის წინააღმდეგ, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყანა, საბერძნეთი, სლოვენია და ავსტრია გამოდიან. თუმცა მკაცრი ზომების მისაღებად ევროკრატებს მზადება უკვე დაწყებული აქვთ. ზოგიერთი შეზღუდვა უკვე მოქმედებს. სავიზო ბარიერები გარკვეულ პირებს დაწესებული აქვთ. კაია კალასი, რომელიც ევროკრატების შეხედულებებს აჟღერებს, ამბობს, რომ ახლა დროა ქართულ ხალხსაც ეთკინოს. როგორც იცით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გვაქვს 2017 წლიდან. ეს არის დიდი სარგებელი, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს. შესაბამისად არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ არ შეასრულა. ამ დრომდე ჩვენ ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდათ კიბილი მივაყენოთ ქართულ ხალხს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე. ამასთან ერთად ეს ასევე არის ევროკავშირის სანდოობის საკითხი. სხვა მეთოდებმა არ გაჭრა. ამიტომაც უკვე თვითმმართველობის არჩევნების წინ ბრიუსელი ქართულ ოცნებასთან ერთად ქართულ ამომრჩეველსაც აშანტაჟებს. ევროკავშირის საელჩოს ამ პოსტმა ცხადყო, თუ რა ჩანაფიქრი დგას ბრიუსელის მიერ პროცედურებით გაუთვალისწინებელი წერილის მოწერის უკან, რომელსაც ზეპირად აგვისტო როგორც ვადა მოაყოლეს. მაშინ, როდესაც სავიზო პირობების შესრულების ყოველწლიური ანგარიშისთვის, რომელიც აგვისტოდან 4 თვეში დეკემბერში მიიღება, შესაბამის უწყებებს შორის კომუნიკაცია ისედაც არსებობს. როგორც შანს შარშანდელის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო ვიზის საკითხით ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას. მსგავსი მასშტაბის ჩარევა და ნებისმიერ ფასად ხალხის არჩევანის შეცვლის სურვილი, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევაა, ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ყოველი ასეთი განცხადება ჩვენი სიმართლის მორიგი დადასტურებაა. ამ პოსტში ისიც საინტერესოა, რომ საელჩომ ბანერებზე არ გამოაჩინა, რომ ბრიუსელი ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის კანონების გაუქმებას მოითხოვს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ადრე ყოველთვის, როცა ბრიუსელი მუქარის ენით საუბრობდა, ერთ რთულ პრობლემას ვაწყდებოდით. რთული იყო გაგვეგო, რითი იყვნენ უკმაყოფილო, რა იწვევდა მათ შეშფოთებას, რას ვერ გაართვა საქართველომ თავი. პრეტენზიები სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო. ხან სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ, ხან ქართული ოცნების არჩევნებში წაგებას. და მხოლოდ ამ 8 პუნქტიანი წერილის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმაზე, თუ როგორ ხედავენ ევროჩინოვნიკები საქართველოს მომავალს. რა მოვლენები უნდა განვითარდეს აქ, რომ კმაყოფილებიც დარჩნენ და ნასიამოვნებიც. ვნახოთ, რა პუნქტებზე გავლას ურჩევს ბრიუსელი თბილისს. პირველი ყველაზე ზოგადი ჩანაწერით დავიწყოთ. უზრუნველყონ და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები, მათ შორის შეკრების, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების უფლება, მონაწილეობა საჯარო საქმეებში, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა. საინტერესოა, რატომ მოხვდა ეს ჩანაწერი ამ 8 პუნქტში. თანაც ლიდერის პოზიციაზე. პირველ ადგილს იკავებს ისე, თითქოს საქართველოში ვერც აზრს გამოთქვამ და ვერც პროტესტს. არადა ოპოზიციური არხებიც გუგუნებს და მცირე რიცხოვანი საპროტესტო აქციებიც მიმდინარეობს. სამართალდამცავები მხოლოდ აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეებს აკავებენ. სასამართლო დარბაზებშიც ისინი სხედან. ზოგი მოლოტოვის კოქტეილს ისვრის. ზოგი ჯოხს იქნევს. ზოგი დანას. კადრებში ყველაფერი ჩანს. ფაქტები უტყუარია, მაგრამ ბრიუსელის ჩინოვნიკები ძალიან შეშფოთებულები არიან და თბილისისგან დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ამიტომაც ხელისუფლებამ უნდა მოითმინოს. არც ხელი უნდა შეუშალოს და არც კანონი უნდა დაიცვას. ის, რაც საქართველოში პოლიციამ და ხელისუფლებამ უნდა მოითმინოს, შეეგუოს, გაითვალისწინოს, აცადოს და მიუშვას, მკაცრად ისჯება ევროპის ქვეყნებში. საფრანგეთში მაგალითად უბრალო თავდასხმა პოლიციელზე ისჯება 3 წლამდე პატიმრობით და 45,000 ევრომდე ჯარიმით. თავდასხმა ქვით, ჯოხით ან ბოთლით, რაც იწვევს დაზიანებას, ისჯება 5-დან 7 წლამდე პატიმრობით და 75,000 ევრომდე ჯარიმით.
თავდასხმა ჯგუფურად, ან პროტესტის დროს ისჯება 10 წლამდე პატიმრობით. თუ პოლიციელი დაიჭრა, ან მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, მაშინ 10 წელი და მეტი. ქუჩის ხელოვნურად გადაკეტვაზეც ჯარიმა ან პატიმრობაა. სახელმწიფო შენობებზე შტურმი კი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია და შეიძლება უვადო პატიმრობასაც ითვალისწინებდეს. გამოდის, რომ საფრანგეთში პოლიციელიც დაცული უნდა იყოს. სახელმწიფო შენობებიც, სავალი გზებიც, მოქალაქეებიც, პროტესტიც მშვიდობიანი უნდა იყოს და აზრის გამოხატვაც უსაფრთხო. მხოლოდ სიტყვებით და არა ჯოხებით ან მოლოტოვის კოქტეილებით. მაგრამ საქართველოში ცეცხლმოკიდებულ ბარიკადებს თუ ჩააქრობ, პარლამენტში შეჭრის მცდელობას თუ აღკვეთავ, თავდამსხმელს თუ დაიჭერ, ესე იგი დემოკრატიას ებრძვი. მაგრამ კრიმინალური ფაქტები ყოველთვის ასე უხეშადაც არ ითარგმნება. ამიტომაც ევროკავშირის ელჩი იძულებულია სიმართლესთან გაჩერდეს და იცრუოს. ერთ-ერთი რადიკალი აქტივისტი მათე დევიძე აქციაზე რომ ჯოხით მიდის, ამას კი ადასტურებს, მაგრამ ამ ჯოხს რომ პოლიციელს ურტყავს, ამას მიზან მიმართულად ვერ ხედავს. იტყვის დევიძე მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ აქციაზე ჯოხით იდგაო. გამოდის, რომ საქართველოში უარყოფენ იმას, რასაც ბრიუსელში, პარიზსა თუ ბერლინში ზედმიწევნით იცავენ. ალბათ ამიტომაც არის ეს ჩანაწერი ამდენად ზოგადი და ბუნდოვანი, რომ ვერ მიხვდე რა უნდათ და რას ითხოვენ. მეორე, ყველაზე ხმაურიან პუნქტზე გადავიდეთ. მოერიდონ და გააუქმონ ნებისმიერი ისეთი სამართლებრივი აქტი, რომელიც ზღუდავს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და არ შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, უნდა გაუქმდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და კანონთა პაკეტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაზე. ასევე უნდა გადაიხედოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი LGBT პირების უფლებები. 8 პუნქტიანი წერილის მეორე პუნქტი გვეუბნება: თუ კაცებს კაბებს არ ჩააცმევთ, თუ ოჯახის ღირებულებებს დაიცავთ, თუ ბავშვებს სქესის გადაკეთების ექსპერიმენტებს არ ჩაუტარებთ, ევროკავშირში ვერ შემოგიშვებთ, ვიზა ლიბერალიზაციას შეგიჩერებთ. სწორედ ასეთი სტანდარტის მიღებას და დანერგვას გვთავაზობს ბრიუსელი, როცა LGBT პროპაგანდის დაშვებას ითხოვს. არადა საქართველოში აიკრძალა მხოლოდ პროპაგანდა და არა უფლება იყო განსხვავებული. მათ დასაქმებაც შეუძლიათ, სწავლაც, ლოცვაც და პირადი ცხოვრების მოწყობაც. აიკრძალა მხოლოდ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შესვლა და არასრულწლოვანი ბავშვებისთვის სქესის გადაკეთების შეთავაზება. არ შეუძლიათ ქორწინება და ბავშვის შვილად აყვანა. ქრისტიანული ღირებულებების ქვეყნისთვის ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ის რაც ბუნებრივია, ყოველთვის მისაღები არ არის ბრიუსელისთვის. წარმოიდგინეთ, ევროკრატები ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ ცენტრს. საბერძნეთსაც კი აიძულებს პოზიციები დათმოს და გეიწკულების ქორწინება დააკანონოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსების შეწყვეტით ემუქრებიან. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციით აშანტაჟებენ. ეს კანონები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში იყოს დაცული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები და საქართველოში არ დაუშვათ რევოლუციური პროცესები. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ჯანსაღი დისკუსია გამართოთ ყველა სუბიექტთან, ყველა საკითხზე. პირველ რიგში მნიშვნელოვანი რა არის, რომ ქართულ საზოგადოებას არ წარმოუჩინონ ევროკავშირი როგორც საბჭოთა კავშირი. არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა, კოლექტიური ნაცმოძრაობა. როდესაც გვეუბნებიან, რომ შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალებს უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ეს რა თქმა უნდა მაგას ნიშნავს, რომ შენ გემუქრებიან სტაბილურობის და შემდეგ მშვიდობის დაკარგვას. ასე დადგება საკითხი, რომ ამ მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზა ლიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ქართული ხალხის არჩევანია. 21 საუკუნეში უმცირესობების უფლებების დაცვაში მიღწეული პროგრესით საქართველო მსოფლიოს 5 საუკეთესო ქვეყანას შორისაა. მაგალითად, უმცირესობების უფლებების დაცვის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში წამყვან 40 ქვეყანას შორის 39 ადგილს იკავებს. მაგრამ საქმე უფლებებში კი არა გავლენებშია. ევროკრატებს სურთ საქართველომ LGBT ფერადი დროშა ააფრიალოს და არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია დომინანტად აღიაროს. კანონმა მათ ყველაფრის უფლება უნდა მისცეს. მედია მუდმივად გარყვნილებაზე უნდა წერდეს. ახალი თაობა მუდმივად ფერადი პლუსების ცხოვრების წესით უნდა იხიბლებოდეს. ბავშვები მუდმივად სქესის შეცვლას უნდა ცდილობდნენ. ეს არის ბრიუსელის ახალი რელიგია. ხო და ახლა ეს რელიგია განსაზღვრავს ვიზა ლიბერალიზაციით ვისარგებლებთ თუ არა.
გამჭვირვალობის შესახებ კანონზე გადავიდეთ. სხვა არც ერთ კანონს იმდენი ხმაური და ისეთი პროტესტი არ მოხვება საქართველოში, როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონს. ყვირილი წივილი, ფეხების ბაკუნი, მუშტიკრივი, ქუჩაში მოლოტოვის კოქტეილების სროლა და ბარიკადები. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ შავი ფულის პოლიტიკაში მოძრაობა არ გააკონტროლოს. ვერ დაადგინოს რომელი დონორი რომელ არასამთავრობო ორგანიზაციას რისთვის უხდის სოლიდურ თანხას. არ იცოდეს როგორ იხარჯება ევროკრატებისგან შემოსული სახსრები. ვერ გაიგოს რა ხდება დახურულ სემინარებზე, შავ ბუღალტერიაში, NGO-ების დღის წესრიგში. ასეთივე საიდუმლო სქემებით მართავს ბრიუსელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც. რამდენიმე თვის უკან გერმანიაში დიდი სკანდალიც ატყდება. გამოძიება დაადგენს. ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს საიდუმლო კონტრაქტებს უფორმებს. სოლიდურ თანხებს უხდის და გერმანული კომპანიების წინააღმდეგ ამუშავებს. სკანდალური გამოძიების დეტალებს გამოცება Welltham Sonntag იბეჭდავს. ხმაურის ეპიცენტრში თავად ფრაუ ფონ დერ ლაიენი ექცევა. სწორედ მისი მითითებით ფორმდება ეს კონტრაქტები. NGO სექტორი იღებს სოლიდურ დაფინანსებას და ყოველთვის, როცა ბერლინი საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობს, ევროკომისია NGO სექტორს აყვირებს. ფარულ ლობიზმში მილიონობით ევრო იხარჯება. სკანდალს ევროპარლამენტში დებატები მოჰყვება. დებატებს პრინციპული მოთხოვნა: გამკაცრდეს გამჭვირვალობის ნორმები. NGO სექტორს საიდუმლო კონტრაქტები და ფარული დაფინანსება აქვთ საქართველოშიც და მათაც ევროკრატები ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ. საქართველო ცდილობს დაიცვას ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა უცხოური გავლენებისგან, დაიცვას სუვერენიტეტი. ეს სიტყვა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ხშირად გვესმის ხოლმე. სხვადასხვა მიღებებსა თუ პლატფორმებზე, წერილებსა თუ მიმართვებში ევროპელი ჩინოვნიკები, ევროდეპუტატები, ელჩები გვიმტკიცებენ: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მაგრამ თუ პოლიტიკაც თავად უნდა განსაზღვრონ და კანონებიც, მაშინ რა არის მათთვის სუვერენიტეტი? წერილის მესამე ყველაზე პარადოქსულ პუნქტზე გადავიდეთ. საქართველოს სავიზო პოლიტიკა უნდა შეთანხმდეს იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესვლისთვის ვიზა სჭირდებათ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ უკანონო მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკს ევროკავშირისთვის. ამ მოთხოვნის აბსურდულობა გაოცებას იწვევს. გამოდის, რომ საქართველომ მაგალითად სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს მეზობელ აზერბაიჯანს ან სომხეთს. თუმცა რატომ ან რა არგუმენტით ეს წერილში აღნიშნული არ არის? ცალკე საუბრის თემაა ის პუნქტები, რომელიც კორუფციას ეხება. ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილში ქართულ ოცნებას ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნას ავალებენ. თითქოს ჩამორჩენა გვაქვს. ქართული ოცნების პირობებში გატარებული რეფორმების შედეგად ვითარება მნიშვნელოვნად უმჯობესდება. 2025 წლის მონაცემებით საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში 180 ქვეყნიდან 53 ადგილზეა. როგორც რეფორმების გატარების კუთხით, საქართველო კორუფციის ინდექსითაც ლიდერია რეგიონში. უკრაინაც ჩამორჩება და მოლდოვაც. 176 ადგილზეა, მეორე 105-ზე. 2025 წლის ატლანტიკური საბჭოს თავისუფლების და კეთილდღეობის ანალიტიკური ანგარიშის მიხედვით, საქართველო 62.1%-ით ევროპის საუკეთესო 20-ულშია. ანგარიში აფასებს, რამდენად იცავს მთავრობა კანონს და რამდენად ეფექტიანად მართავს ქვეყანას. მაგრამ ბრიუსელი მაინც არაფერს იმჩნევს. ბრიუსელი აცხადებს, რომ კიევი და კიშინიოვი მზად არიან ევროკავშირის წევრობისთვის. თბილისი კი არა. სრული აბსურდია და პარადოქსიც. განხილვადაც არ ღირს. მით უფრო რომ არც ერთ ამ პუნქტს ვიზა ლიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს. 2017 წელს, როცა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუხსნეს, თბილისს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას აძლევენ. გეგმა ეფუძნება ისეთ ტექნიკურ საკითხებს, როგორიც არის მიგრაციის კონტროლი, ბიომეტრიული პასპორტები, უკანონო მიგრაციის პრევენცია, სასაზღვრო უსაფრთხოება, ნარკოტიკების კონტროლი. მაგრამ 8 პუნქტიანი წერილის არც ერთი პუნქტი ამ საკითხებს არ ეხება. სამაგიეროდ, თითქმის ყველა ეხება პოლიტიკას. საინტერესოა, რომ უვიზო რეჟიმის შეფასებით ნაწილში პოლიტიკური მდგენელი უკრაინის ომის შემდეგ ჩნდება. ბრიუსელში ჩათვლიან, რომ მიგრაცია და მასთან დაკავშირებული პროცედურები აღარ არის მთავარი. 2025 წლის ივნისში ევროკავშირი 61 ქვეყნის მიმართ ამარტივებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურას და ტექნიკურ კრიტერიუმებს აზავებს ბუნდოვანი პოლიტიკური კრიტერიუმებით. მაგრამ საქართველოში არც დემოკრატიის უკუსვლაა. რამდენჯერაც ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, იმდენჯერ მიიღებს პასუხს. საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია. ახალი კრიტერიუმებით მოთხოვნებს საქართველოს უყენებენ. სხვა ქვეყნებს პრეტენზიებს არავინ უყენებს. არადა მოლდოვაში სერიოზული პრობლემებია. ოპოზიციურ პარტიებს კრძალავენ, არბევენ, ქვეყნიდან აძევებენ, მაგრამ ფონ დერ ლაიენი მაია სანდუს სტაჟს უკრავს. საქართველოს მიმართ განსაკუთრებულად ნეგატიური ინტერესი აქვთ.
ასე იქცა კომპრომისის პლატფორმიდან ბრიუსელი დაპირისპირებისა და ძალადობის წახალისების, ომის პროპაგანდის პლატფორმად. ევროკრატებმა დიდი ხანია ღირებულებებს გადააბიჯეს და ახლა სადამსჯელო მექანიზმს ქმნიან და ამ მექანიზმებით დაუმორჩილებელ ქვეყნებს აშანტაჟებენ.